23 ივნის ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში ეთნო კონცერტის არის ასეთი ქვეყანა საპრემიერო ჩვენება შედგება. შემოქმედებითი საღამოს ავტორებმა მამა-შვილმა ჯემალ და გია ბაღაშვილებმა სცენაზე ერთდროულად 3 თაობა ქართველი ვარსკვლავები და 80-მდე ხელოვანი გააერთიანეს. ანუ ეს კონცერტი უკვე შედგა და წინასწარ ჩვენ საუბრობდით ბატონი ჩვენ ყავდა და ძალიან საინტერესო იყო უკვე ჩანდა პირველივე საუბრიდან. ქართული სიმღერა, ცეკვა, პოეზია, ტრადიციები და მთავარი სათქმელი ვინ ვართ და რა გვაკავშირებს საკუთარ ფესვებთან. როგორი არის 26 მაისის სლოგანი სიყვარული გვაძლიერებს და მოუკიდებლობა გვაერთიანებს. როგორი იყო 2 საათიანი მოგზაურობა? მენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. 1700 წელი. კი ბატონო. პატრიარქის სიტყვებია ილია მეორის. დიახ. როგორი იყო 2 საათიანი მოგზაურობა დროში და სცენაზე გაცოცხლებული საქართველოს ისტორია? ვნახოთ ნუცა მამულაშვილის და გიორგი კოტრიკაცის სიუჟეტი. ქართული მრავალხმიანობა, რომელიც მთელ მსოფლიოს აოცებს. ქართული ცეკვა, გამორჩეული მუხტით, ემოციით და ხასიათით. ჯიხსა თოპდაკრა ბერხენსა ჭალას ჯახსი ქნენ ქართული პოეზია, ზეპირს სიტყვიერება და წესჩვეულებები, რომლებიც თაობებმა შემოგვინახეს. არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია. დიახ, არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია და დღეს სცენიდან სწორედ ამ ქვეყანაზე ყვებიან. ქართულ ფესვებზე, იდენტობაზე, ტრადიციებზე და იმ მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს. ვინ ვართ და საიდან მოვდივართ? 3000 წელსდე მეტი გვიცხოვრია როგორც ერთსა, ბევრსა შავ დღეს მოსწრები ვარ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა. ამ მრავალფეროვანი და მასშტაბური ეთნო კონცერტის სულისჩამდგმელები მამა-შვილი, ჯემალ და გია ბაღაშვილები არიან. არის ასეთი ქვეყანა, ეს ყველას ჩვენთაგანის ქვეყანაა და უმთავრესი ვისთვისაც ეს იყო გამიზნული, მათ ახალგაზრდებს ქონდათ შესაბამისი რეაქცია, იმიტომ რომ დედააზრი ალბათ რითიც იყო ნაკანახები, ნასაზრდოები ჩვენი ეს დღევანდელი კონცერტი ეკუთვნის სიტყვები დიდ დავით გურამიშვილს, რომ ყმაწვილმა უნდა ისწავლოს საცნობად თავისადაო, ვინ არის სიდამ მოსულა, სად არის წავა სადაო. ყველაზე მეტასწორად ეს გამიხარდა, რომ საოცარი მზაობა იყო და ესეთი შემხედრე ემოცია და უღრმესი მადლობა იმ უნიჭიერეს გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენ მამა-შვილმა ბაღაშვილმა ეს ყველაფერი განვახორციელეთ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს ასეთი ერთიანობისთვის. მრავალგასაჭირის გამოვლენით ჩვენ ქვეყანას სწორედ ამ იდენტობის ღრმად გაცნობიერებამ შეუწყო ხელი, რომ გადაერჩინა თავის თავადობა შეენარჩუნებინა, რაც საუკეთესო იყო. მამული ენა სარწმუნოება მარტო ლამაზი ლოზუნგი არასდროს არ ყოფილა. ამის გაცნობიერებას ვიდა შეუწყოთ ხელი ახალგაზრდებისთვის. გიას საავტორო პროგრამა გახლავთ, მე მხოლოდ დადგმაში მივეხმარე და ორმაგად ვიხარია, რომ აი ასეთი დიდი წარმატება მოიპოვა. დღეს სცენაზე 3 თაობა ერთიანდება. 80-მდე მონაწილე, ცნობილი მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ტრადიციული ცეკვა სიმღერით და ემოციური მონოლოგებით აცოცხლებენ. და აბხაზურ მეგრულით ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტობა ენკული. არის ასეთი ქვეყანა, საქართველო, რომელს საქართველოში სწორედ აი ესეთი კონცერტი ტარდება და ამ კონცერტის ერთი პატარა აგური ვარ. დიდი მადლობა გიას, ბატონ ჯემალს ამ იდეისთვის და ყოველთვის ისეთ საქმეს აკეთებდნენ, რომელიც საქართველოს ყოველთვის დარჩება, როგორც ისეთი ბრწყინვალე შემოქმედება და განცდა. ძალიან დიდი შემართებით ვემზადებოდით ამ კონცერტებისთვის და მთავარი იდეა არის ის, რომ ახალგაზრდა თაობას და არა მარტო ახალგაზრდა თაობას დავანახოთ ის ქართული სულისკვეთება, რაც 20-დანვე ჩვენი წინაპრებიდან მოდის და ჩვენი ტრადიციები გვეუბნება.
ეს არის არა მხოლოდ უბრალოდ ცეკვა და სიმღერა, ეს არის მთელი ისტორია. თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ბედნიერება და სიამაყეა აქ ყოფნა და ამაზე უნდა გაიზარდოს შემდეგი თაობა, ეს ყველა უნდა ნახოს. პირველი დღე ღონისძიებისა არის ძალიან ემოციური პირადად ჩემთვის, ვინაიდან მიწევს კიდევ ერთხელ მოვირგო ქართული ჩოხა, კიდევ ერთხელ ვიდგე ქართველი მსმენელის წინაშე, რომელიც ხვდება რამდენად ნამდვილი და რამდენად ყალბიხარ. ეთნო კონცერტი არის ასეთი ქვეყანა, ასევე უდიდესი მესიჯია ახალგაზრდობისთვის, რომელსაც მივმართავ, რომ უყვარდეს და პატივს სცემდეს და გააგრძელოს ხალხური ტრადიცია. გამორჩეული ამბები ქართულ გენზე, კოსმოსში გაფრენილ ჩაგრულოზე, უნიკალურ ანბანზე. ქართულმა ენამ ჩამოაყალიბა ჩვენი ცნობიერება. ქართულ ენაზე აღესრულება წირვალოსვა ჩვენს ეკლესია მონასტრებში. სპორტულ მიღწევებზე. მარტო ცხენოსნობა რომ ავიღოთ. რამდენი სახეობა გვაქვს ქართველებს? დოღი, მარულა, ცხენბურთი, თარჩია, ჩეხვა, ისინგი. საქართველოზე როგორც ღვინისა და ხორბლის სამშობლოზე. ალექსანდრე ქართველიშვილი. დიდ ქართველებზე, გმირებზე და მათ თავგანწირვაზე. საღამოს წამყვანები გია ბაღაშვილი და გია ბურჯანაძე სცენიდან ჩვენი ქვეყნის მდიდარ წარსულზე გვიყვებიან. ჩვენ ყვებით ისტორიებს, რეალურ ისტორიებს, რომლებიც ფაქტები არის. და ამ ფაქტების შემხედვარი მე სხვებმაც განსაზღვროს, აბა რა ერი ვართ და საიდან მოვდივართ და რისი მატარებლები ვართ, ჩვენი გენი რა არის, ჩვენი იდენტობა, სულიერება. ეს არის საქართველოს მომავალი თაობა. აი ეს ბიჭი ანგრევს დარბაზს, იმისთან რამეებს აკეთებს, არა გიო? დიახ. აბა რას ეთქვი ხალხს? სცენაზე გამოსვლა ძალიან მიხარია. ტაში არის ჩემთვის ბედნიერება. ეთნო კონცერტზე განსაკუთრებული სიყვარულით და პატივით კიდევ ერთხელ იხსენებენ კათოლიკოს პატრიარქ გილია მეორეს და სცენაზე ანზორ ერქომაიშვილის მიერ უწმინდესისადმი მიძღვნილი სიმღერა სნო ჟღერს, რომელიც პატრიარქის მშობლიური სოფლის სახელს ადარებს. საოცარი საღამო გვაჩუქეს ამ ბავშვებმა, დიდებმა, უფროსებმა, საოცარმა თაობამ, ჩემო უნიჭიერესმა კაცმა, ჩემო გიამ, ეს ყველაფერი ერთად ულამაზესად შეკრა და მოგვიყვა თუ ვინ ვართ, რა ვართ, რა ჯიშისა ვართ, რა ჯილაგისა ვართ, რა ტრადიციებისა ვართ. ეს არის შემეცნებითი, ეს არის საღამო ლექცია, ეს არის ჩვენი საოცარი ქვეყნის მადლი მთელი თავისი პროფესიონალიზმით, დიდი კულტურით, უმაღლესი რანგის საშემსრულებლო ოსტატობით მოტანილი. დღევანდელი კონცერტი არა უბრალოდ ფოლკლორული ზეიმი, არამედ ცოცხალი დიალოგია. გზავნილი მაყურებელთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობასთან. უკეთ გავიაზროთ თუ რაზე დგას ჩვენი ეროვნული სიამაყე და ის ფასეულობები, რომლებიც ხშირად სადღეგრძელოს ტონალობაში იგარგება. გახსენდება დიდი ელიას სიტყვები, ვინ ვიყავით, ვინ ვარ და ვინ უნდა ვიყო. ასეთი დღეები როგორ გჭირდება? როდესაც სული განიცდის კატასტროფულ შიმშილს, ეს დღეები გავსებს. ეს დღეები გჭირდება, რომ განიცადო და სიამაყედ განაცხადო, დიახ, მე ქართველი ვარ. ესეთი კონცერტები ხშირად უნდა იყოს. ბავშვები ასეთ კონცერტებზე იღრძნებიან, ღვინდებიან და რაც მთავარია, შეიგრძნობენ იმ დიდ სიტყვას და იმ დიდ სიყვარულს, რაც აქვს ჩვენ ქართველებს სიმღერაში. ქართული ხალხური სიმღერა ეს ხომ ღმერთისგან მონაცემია. ასეთი ქვეყანა ეთნო კონცერტის საპრემიერო ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს იყო 2 საათიანი მოგზაურობა დროში.
სადაც თითოეულმა მაყურებელმა ხელახლა იგრძნო უხილავი კავშირი საამაყო წარსულსა და იმედიან მომავალს შორის.